მივესალმებით ჩვენ მსმენელს და მაყურებელს. ტრადიციულად ვაგრძელებთ საუბარს ჩვენ მსმენელთა და მაყურებელთან. მინდა შევახსენოთ ჩვენ მსმენელს, რომ აგერ ორ დღეში 20 მაისს ახლოვდება თარიღი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ბიბლიური ლუგეშისმლის საძვლო კაცის ბატონ აკაკიდან დაბადებიდან 80 წელი. ჩემი მეგობრები ისაუბრებენ ამ კაცზე, თუ რა ღვაწლი ჰქონდა, რა მისია და ფუნქცია არა მარტო ქართველი ერისა და მთლიანი კაცობრიობის წინაშე. გთხოვთ კახა. კი ბატონო. მივესალმებით ჩვენს მსმენელს მაყურებელს. დიახ, ორ დღეში 20 მაისს ბატონ აკაკის 86 წელი შეუსრულდებოდა. პირადად ჩვენ ეროვნული თანხმობის დარბაზის წარმომადგენლები თავს ვალდებულად ვთვლით, რომ სწორედ ამ თარიღს გავუხსნათ ხაზი, შევეხმიანოთ და რამოდენიმე სიტყვით მაინც გამოვხატოთ ჩვენი სავალდებულო სათქმელი. გადაცემა, თითქმის არც ერთი გადაცემა არ არის ისე, რომ ჩვენ ბატონ აკაკის ღვაწლს არ შევეხოთ და არ შევახსენოთ საზოგადოებას. შესაძლებელია ოდნავ გადაჭარბებაშიც კი ჩაგვითვალოს მრავალმა ამ შემთხვევაში, მაგრამ მაინც ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ბატონი აკაკის ღვაწლი არ მიეცეს დავიწყებას და ქართველებს შევახსენოთ ამ ადამიანის მიერ გაწეული შრომის შესახებ. ძალიან რთული დროა, რა თქმა უნდა და ყველაზე მთავარია, სწორედ ის საქმე გაგრძელდეს, რა საქმის საფუძვლის ჩაყრაც მოუწია ბატონ აკაკის. დრო ძალიან წინააღმდეგობრივია, რთულ დროში, რთულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. ძალიან დიდი და გარდამტეხი პროცესები მიმდინარეობს მთელს დედამიწაზე. მოვესწარით უზარმაზარი იმპერიის დაშლას, რომელიც დაშლაც სრულიად წარმოუდგენელი იყო რიგითი ადამიანებისთვის, საბჭოთა კავშირი მაგ მხედველობაში. გადის დრო და კიდევ უფრო გაცილებით დიდი და ძალიან დიდი ხნის ნამუშევარი, უზარმაზარი, არც თუ ისე უკვე უჩინარი იმპერიის რღვევის ფაქტის წინაშეც დავდექით, რაც ულტრაგლობალისტური იდეალების და პოლიტიკის ჩაშლით თითქმის უნდა ითქვას, რომ გვირგვინდება, იქმნება რაღაც ახალი მსოფლიოში, რაც ჯერ ვერ გაგვიგია რა არის და როგორ არის. და ამ დროს საქართველოში ერთი პიროვნება იწყებს სხვანაირად გამოსვლას მთელი ქართველობის, საქართველოს და არა მარტო საქართველოს წინაშე. 1995 წლის დღის 2 საათზე 9 იანვარს მწერალი კაცს მიღებული თავის დროზე. უნდა გავახსენოთ საზოგადოებას ისიც, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართული მწერლობა ძალიან მაღალ საფეხურზე იდგა და საერთოდ მწერალი იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი იყო. ძველი გარდასული ეპოქებისთვის მწერალს უდიდესი წონა გააჩნდა, როგორც საზოგადოების ქვეყნის სულიერების ჩამოყალიბებისა და განვითარების მხრივ მწერლობას უდიდესი სიტყვა ეთქმოდა. არ უნდა დავიწყოთ არც ის ფაქტი, რომ როცა სახელმწიფოებრიობა დავკარგეთ და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ვიყავით, სწორედ ქართულმა მწერლობამ აიღო სახელმწიფო საქმის კეთებაც, თითქმის ყველაფრის კეთებაც, რაც ერთ სჭირდება, რასაც თავისი ეროვნული სახელმწიფოს პირობებში რომ იგوارებს და უკეთებს. და ის ისტორიული ჩავარდნა და ჩამორჩენა, რაც იმ ეპოქაში გაგვაჩნდა, სწორედ მწერლობის ხელით, ილია ჭავჭავაძე იყო ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, მეწინავე თავის დროზე, სამოციანელები და მწერლობამ უდიდესი საქმე გააკეთა, უდიდესი შემოქმედებითი ღვაწლი გასწია და
ეს დიდებული ტრადიცია საბჭოთა კავშირის ბოლომდე გაგრძელდა. ახალი დროება, რომელ დროებაშიც შევედით, ეს არის ულტრაგლობალიზმი, გლობალიზაცია და ასე შემდეგ, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის მერე აღმოჩნდით. აქ მწერლობას რა ადგილი უკავია, ჩვენი კომენტარი მე მგონი დიდად აღარ სჭირდება. და აქ იმის თქმა მინდა, რომ ჯერ კიდევ ძველი ინერციით მწერალს ჰქონდა უზარმაზარი სახელი, უზარმაზარი წონა გააჩნდა და ეს აბსოლუტურად ბუნებრივიც იყო. ეს მწერალი ადამიანი იწყებს ისეთი რამის თქმას, რა სიტყვებსაც ახლაც რომ იმეორებ, ადამიანი ძალიან მრავალმხრივი განცდები გეუფლება. ბატონი აკაკი იწყებს სრულიად სხვა ტიპის მოღვაწეობას, მთელი თავისი წერლური გამოცდილებით, რაც მანამდე ჰქონდა შეძენილი და არა მხოლოდ უბრალოდ როგორც მწერალი, იგი საზოგადო მოღვაწეც გახდათ. მთელი რიგი ერისათვის საჭირბოროტო საკითხების მიმართულებით თავიდანვე იღვწოდა თავის თანამებრძოლებთან ერთად, თავის მეგობრებთან ერთად, მეგობარ მწერლებთან ერთად. და 95 წლის 9 იანვრიდან უკვე სულ სხვა პიროვნებად გვევლინება და სულ სხვა მისიას ტვირთულობს. შემთხვევით არაფერი ხდება, თავისთავად ცხადია და მე ჩემით არაფერს ვლაპარაკობ, რაც მომეწოდა იმას გაწვდით. და რომ დაესაკუთებინა და გადმოეცა რაც მიეწოდა და ასე შემდეგ, მთელი 28 წელი მოუწია მოღვაწეობა და თავიდანვე ჰქონდა მიწოდებული სწორედ ის, რომ ამ მოღვაწეობას თუ კი შეუდგებოდა, რომ კეთილი არ მოეწეოდა მაინდამაინც და ყველა მოწინააღმდეგე გახდებოდა თავის დროზე. შესაძლებელი იყო, რომ მას დაეკარგა ყველაფერი, რაც მანამდე მოპოვებული ჰქონდა თავისი შრომით, თავისი ნიჭით და თავისი გარჯით. ეს ისტორიებიც დიდი დრო არ არის გასული და არიან ცოცხალი მოწმეები ამ ყველაფრის, ჯერ კიდევ არიან. ხო, და მიუხედავად ამისა შეუდგამ ძალიან რთულ და ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს. გვეუბნებიან, რომ თქვენ ბევრს ლაპარაკობთ ბატონ აკაკიზე და რაღაცნაირად თქვენ აკერპებთო და ხმარ აკერპებთო, ასეთი კითხვებიც არის და ეს პიროვნება არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც განაცხადა, რომ დიახ, ეს დადგა ის დრო, რომელსაც კაცობრიობა ელოდა, დიდი გულის ფანცხალი, დიდი გულის შფოთვით, შინაგანი შფოთვით, რასაც ქვია მეორედ მოსვლა, ყოფნა არ ყოფნის საკითხების გადაწყვეტა და აი გაარსებობს გარდუალი დაღუპიდან გადარჩენის შანსიც და რა უნდა გაკეთებულიყო და როგორ უნდა გაკეთებულიყო, ამაზე მოუწია მთელი ამ 28 წლის განმავლობაში საუბარი, გადმოცემა და იქვე ხაზს უსვავდა, რომ სწორედ დამთავრდა ეს ნიშნავს ის, რომ ბოროტების გზა უნდა დააგდოს, რაც ფორმაციაში ფორმაციულ ცვლილებაში გამოიხატება და ერთ-ერთი არსებითი სწორედ არის ის, რომ კერპების დრო დამთავრდა. ანუ ყველაზე ნაკლებად თვით ბატონი აკაკის სჭირდება, უფრო სწორედ მას არ სჭირდება გაკერპება, მას არ სჭირდებოდა ისეთი ტიპის აღზევება, როგორი ტიპის აღზევებასაც ძირითადად ადამიანი რომ ესწრაფის ჩვეულებრივ ამ ცხოვრებაში, ეს არის კარიერული წინსვლა, თვითონ გვიშლიდა მას წარმოჩინება, ძალიან ბევრჯერ გვიშლიდა, რომ ჩემზე ბევრს ნუ ილაპარაკებთო, ზოგადად, მხოლოდ ერთი სიტყვით, ორი სიტყვით შეგიძლია თქვათო. ჩვეულებრივი კარიერული წინსვლისთვის, რაც არის საჭირო, მწერალი იყო, ჰქონდა გამოცემული შესანიშნავი ნაწარმოებები, თავის დროზე დაფასებულიც შეიძლება ყოფილიყო გაცილებით მეტად, საჭირო იყო გარკვეული ტიპის ნაბიჯების გადადგმა და ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ამ ყველაფერზე მას უარი ჰქონდა გაცხადებული გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე, ყველაზე ნაკლებად სწორედ იმას, რასაც ადამიანი ესწრაფის, ყველაზე ნაკლებად სწორედ ბატონმა აკაკი გამოიყენა ეს და არ გამოიყენა და ერთ-ერთი უკმაყოფილებაც ეგ იყო, რომ თავის დროზე რომ წასულიყავიო, ხო, სხვანაირად იქნებოდა უფრო ცნობილი გახდებოდითო და ასე შემდეგ.
იქამდეც კი მივიდნენ რომ ერთი პერიოდი ასე მოიხსენიებდნენ ყოფილი მწერალიო. ახლა ეგ შეუძლებელია ადამიანი თუ კი შექმნის ნაწარმოებებს, მან შეიძლება ბელის ცოცხლის განმავლობაში ერთი ნაწარმოები შექმნას, ან მრავალი ნაწარმოები, მრავალი წიგნი, მაგრამ იმ ერთი წიგნითაც თუ კი იგი მწერლად არის აღიარებული და ღირსეული არის და მეტიც არ შექმნოს, ის მწერალიო უკვე პიროვნება. ამიტომ ყოფილი მწერალი ესეთი ტერმინი, ესეთი გააზრება უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში, მაგრამ ესეც კი მოუგონეს, ასე ვთქვათ. ერთი შეხედვით თითქოს არც არსებობს ეს პიროვნება, დღესაც ასეთნაირად გრძელდება. იგი ამბობდა, რომ კერპების დრო დამთავრდა. მართალია კერპების დრო დიდი ხანი უნდა დამთავრებულიყო. იმიტომ რომ 10 მცნებიდანვე არის მოწოდებული, რომ შექმნი შენი თავიდან კერპს და სხვას გააკერპებ და ასე შემდეგ. ეს აცნებაშია ჩადებული, მაგრამ სწორედ საკითხიც იმაშია, რომ მიუხედავად ღვთაებრივი მოწოდებისა, ღვთაებრივი მოწოდებაზე არ აქვს ცხოვრების წესი აგებული. ცხოვრების წესი სწორედ ღვთაებრივი მოწოდების საწინააღმდეგოდ გვაქვს მოწყობილი. და დღეს სწორედ შევაბიჯეთ იმ ეპოქაში, როცა არის ეს უკანასკნელი ჟამი. ესე იგი იმ ცხოვრების წესით, იმ აზროვნების წესით, რითაც ცხოვრობ, ეს უკვე დამთავრდა. ეს არის სწორედ უკანასკნელი ჟამია და ამ თვალსაზრისით ბატონო გაკიმ დააყენა საკითხი სწორედ, რომ გადამწყვეტად დამთავრდა კერპების პერიოდი. დღემდე კიდევ დაშვებული იყო, რომ კერპებით უნდა გვევლო, მაინც დიდი ისტორიული ფიგურები, დიდი მეფეები, დიდი მხედართმთავრები, დიდი იდეოლოგები ჩამოთვლა რო დავიწყოთ რა თქმა უნდა, ვერ გავალთ ბოლომდე, გვინდოდა თუ არ გვინდოდა, მაინც ჩვენი ცხოვრების წესი, ზოგადი ნიშანს თუ დაუსვავთ რა, მინუს ნიშნით ხასიათება, განვითარების ის საფეხური, რაც გავიარეთ დასაბამიდან დღემდე. და ეს უკვე უკანასკნელი, აი ჟამის, აი საკმაოდ დიდი დროის მოცულობის, განვითარების ხასიათის უკანასკნელი პერიოდია და ერთ-ერთი მახასიათებელი აი ცხოვრების წესისა, რაც რამოდენიმე ფორმაციულ ცვლილებას მოიცავს თავის თავში. სწორედ ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ადამიანი და საზოგადოება მისდევდა კერპებს. დიახ, ეს კერპები იყვნენ, რომელსაც ჩვენ თვითონვე ვქმნიდით და შემდეგ ამ კერპებს მივდევდით და ისტორიის ის პროცესებით, რაც გავიარეთ, აი ამ კერპებით გავიარეთ. მოველით დღემდე. სწორედ ბატონო აკაკიმ თქვა და ახსნა და შეეცადა რომ განემარტა მთელი საზოგადოებრივობისათვის, რომ ეს ეპოქა დამთავრდა. და ამის მერე კერპები, რომლებიც გამოჩნდება, რასაც მიჩვეული ვართ, რისი გამოჭედვის საშუალებებიც, გასაგებია ვის ხელშიც არიან, ეს პრესა, ტელევიზია, მასმედია რა, ღიად წარმოჩინება, სადაც ხდება იმდინარეობების პიროვნებების, ხო? ამოაჩენს მერე კაცობრიობა, რომ ეს კერპები, ვისაც გამოიყვანენ ბრძოლის ველზე და საზოგადო სარბიელზე, არ გაამართლებენ და ხსნისა და გამარჯვების გზებს ვერ ჩაუყრიან საფუძვლებს. და პირიქით, სულ უფრო და უფრო მარცხიანი იქნება. იმიტომ რომ სხვა დრო დგება. სიტყვის გაცნობიერების დრო დგება. სიტყვა ღმერთი, აზრია და გონია ღმერთი სამყაროს. და ღმერთი ჩვენ ახლა ახალი სიტყვის სახით გვიკავშირდება. და ჩვენი გაერთიანების, ჩვენი მომავლის აშენების პრინციპები სწორედ მიღებული და მოსული სიტყვის მოთხოვნებს უნდა დაექვემდებაროს. ესე იგი, ცენტრში უფლის სიტყვა უნდა დაჯდესო. და არა პიროვნება, კერპი, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ეს შემოიტანა, ესე იგი, მთლიანი ეპოქა დამთავრდა. მართალია ვიცოდით, რომ გაკერპება არ იყო კარგი არც თავის და არც ვინმესი და ასე შემდეგ. ვიცოდით, არა ეს 10 მცნებიდან, ქრისტიანობიდან, ჩვენ ქრისტიანები ვართ, მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ რეალური ცხოვრება აგებული ქონდა კერპებზე. დღესაც ამაზეა მოთხოვნილება საზოგადოებაში. ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი, თუ რატო ვერ შველით ჩვენ თავს, რატო ვერ შველით საქართველოს, რატო არის რომ სულ მუდმივად 30-35 წელია სულ ხსნას ველოდებით, სულ დასახსნელები ვართ, სულ გაჭირებაში ვართ, სულ ასია, სულ ისია და სულ ერთგვარად მაინც ძიებაში ვართ და სულ პრობლემებში ვართ. იმიტომ რომ სულ ვეძებთ კერპს
უპოულობთ კიდევაც, ვერთიანდებით კიდევაც, მაგრამ ეს ერთობა იშლება, ინგრევა. და შედეგს თუ მივყვებით, ჩვენ ქვევით და ქვევით მოვდივართ, ძევით არ ავდივართ, წინსვლა არ აქვს. ჩვენს ეროვნულ საქმეს წარმატება არ აქვს, პირიქით. და ამ კერპებს ვეძებთ და ამ კერპების ძიებაში ვარ და ეს აქვს შემოტანილი ბატონ აკაკის, რომ დამთავრდათ კერპების დრო და ახლა სიახლე ის არის, რომ ფორმაციული შეცვლაა საჭირო. ესე იგი, სისტემას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ახალი სისტემა, ახალი მართვის სისტემაა დასანერგი. ახალი ფორმაციული რანგის ცვლილებებია ჩასატარებელი. მომავლის პროგრამა გადმოგვცა და გასუსავდა ყოველთვის, რომ ჩემით არ ვლაპარაკობ, ჩემით ეს არ არის ჩემი გონების პროდუქტი, ეს არ არის ჩემი კვლევა-ძიების შედეგი. არის ხალხი, არის უამრავი წარმომადგენლები, არის მთელი დიდი დაჯგუფებები, რასაც არ ვიცნობ და რაც არ ჩანს. არა ლაპარაკი უზარმაზარ კვლევით ინსტიტუტებზე, რაც არსებობს, გარდა ამ ოფიციალური კვლევით ინსტიტუტების არის კიდევ სხვადასხვა მიმართულებების დახურული ორდენები თუ ასე შემდეგ, მასონური ტიპის ორგანიზაციები, სადაც სხვადასხვა გონებრივი და სულიერი მიმართულებით სხვადასხვა ხაზით ვითარდებოდნენ ტრადიციულად, რაც არ აჩანს ზედაპირზე. ესე იგი, წინასწარ ემზადებოდნენ. ჰქონდათ გარკვეული მასალაც, საფუძველიც, რაზე დააყრდნობითაც ხდება გარკვეული სწავლებები, არსებობს. წინასწარ იმზაობა იგივე სულიერ საკითხებზე. და არ ქონია თავისი ცხოვრებიდან იმ ოჯახში, საცა დაიბადა, საცა აღიზარდა, ჩვეულებრივ ძირითადად უმრავლესობა საბჭოთა კავშირში ვიყავით ათეისტურ გარემოში ზოგადად. ათეისტური იყო ეს უზარმაზარი ქვეყანა, უზარმაზარი იმპერია, თავისი სწავლა, აღზით, ყველაფრით, რა თქმა უნდა, ათეისტურ რელსებზე იყო აგებული და წინსრები მზაობა რაღაც სხვა მხრივად შეეხედა ადამიანს მოვლენებისადმი, ოფიციალურად ასეთი რამე არ არსებობდა. მოულოდნელად, ჩემ და მოულოდნელად დავდექი იმ ფაქტის წინაშე. რომ ეს ადამიანი სრულიად იცვლება დამოკიდებულებებს, ძალიან ბევრი რამის მიმართ ცვლის და იწყებს იმ საქმის კეთებას, რომელიც საქმიდანაც პიროვნული თვალსაზრისით პირველ ეტაპზე ძალიან ძლიერი დარტყმები უნდა მიეღო და მიიღო კიდევაც. იყო დრო, როდესაც მართლაც ყველა ერთი მიმართულებით ისროდა ქვებს. ხო, მაგრამ აგერ 86 წელი შეუსრულდებოდა 20 რიცხვში და ბევრი რამე შეიცვალა. ის თემები, რაც საჯაროდ გამოიტანა პირველმა. ესე იგი, თემები, რომელიც იცოდნენ, ნაწილობრივ იცოდნენ, დახურულმა ჯგუფებმა, მაგრამ გასაიდუმლოებული იყო, არავის ღიად არ გამოჰქონდა, ბატონ მაგაკიმ საჯაროდ გამოიტანა. ფართო წრეებისთვის. მაშინ გაზეთები უფრო მნიშვნელოვანი იყო, სულ ორი არხი იყო, ერთი არხი იყო ოფიციალური ტელეგადაცემა და გაზეთები. და აი სწორედ ამ გაზეთში, გაზეთ მეცნიერებში საჯაროდ გამოიტანა ის თემები, რაზეც ეხლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ლაპარაკობს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ. მსოფლიოს დიდი ნაწილი საუბრობს, ღიად საუბრობს. რომ ესე იგი არის deep state, არის ომის პარტია, არის ჩtildeოვანი მთავრობა, რომ ესე იგი ესენი დასაქმებული იყვნენ სხვა ქვეყნებში გადატრიალების მოწყობით. აღარ მოვყვებით, ეს ძალიან დიდი თემებია და ამაზე უკვე მსოფლიოა ლაპარაკებული. რომ კაპიტალიზმის შესაძლებელია, რომ ეს ფორმაცია არ ვარგა, ძალიან ბევრი, რომ კაცობრიობა მართლაც დაუპისკენ მიექანება, რომ ხელოვნური ინტელექტით დამონება უნდა და ამავე დროს მსოფლიო ალაპარაკდა, მსოფლიოს დიდი ნაწილი ალაპარაკდა იმაზე, რომ გლობალისტურად და ერთცენტრიანად კი არა, ისე როგორც დასავლეთის ბატონობით კი არა, არამედ მრავალპოლუსიანი ერთმანეთის გათვალისწინებით, სხვა რაღაცა უნდა შევქმნათ. ესე იგი, მსოფლიოს დადგა დიადი გარდატეხვის წინაშე. ამ ყველაფერზე ბატონ აკაკი საუბრობდა და გვაწვდიდა იმ ცნობას, რაც იყო აქედან გამოსავალი, რაზეც ძალიან ხშირად გვიწევს საუბარი და ფაქტიურად
ჩვენი მოვალეობაც ეგაა, რომ ეს არ დავიწყებას არ მიეცეს. ბერმან ჩათვალა, რომ ეს წინასწარმეტყველი, ახლა არავის არ უკვირს, რო ავიღოთ სოციალური მედიაც, რომ შევხედოთ ტელეეკრანებსაც, ხედავთ, რომ სხვადასხვა პიროვნებები, ზოგი ასტროლოგიური მიმართულებით, ზოგი ისე, ზოგი ესე, მოკლედ წინასწარმეტყველები და ჭვაზე დამრიგებლები არაკლია საზოგადოებას ისეთ ეპოქაში ცხოვრება. მაგრამ იყო მცდელობა, რომ ბატონი აკაკი წინასწარმეტყველი ესეც ერთ-ერთი რაღაც, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია, სხვა პრინციპებში ჩაგვახედა, სხვა რამეში ჩაგვახედა. აქ ისეთნაირი საკითხია, რომ წყდება ან ორი განვითარების ორი ვარიანტია ზოგადად. თუ ბოროტების დაგდების წავალთ და ჩვენი სულიერი მისიის აღსრულებას დავიწყებთ, რაც კონკრეტულად გამოიხარ, რაში უნდა გამოხატულიყო. ამაზეა მთავარი კიდე, გაგვეგორო. კი, რაღაცა გაგვიგია და ვიცოდით კიდევაც და წამდა, რომ ჩვენ ვართ ღვთისმშობლის ცილხვედრი ქვეყანა, ჩვენ ვართ წმინდა გიორგის ქვეყანა, ჩვენ ვართ ქრისტიანობისათვის წამებული ქვეყანა. სადღაც რაღაცა გვეუბნეოდა ქვეცნობიერში, რომ ვიყავით ვართ და ვიქნებით, რომ ჩვენ მაინც გავძლევთ, მაინც რაღაც მისია შევასრულებთ ღვთის წინაშე. არა ეს ელემენტები, ეს დიდი რწმენის ფუნდამენტებია, რაც გვამოძრავებდა მთელი ათასწლეულების მიმდინარეობის პერიოდში, მაგრამ ეს ბოლოს და ბოლოს რას ნიშნავდა? გაცხადების ეპოქა უნდა მოსულიყო და აი ამის გაცხადება ამ კაცის პირით მოხდა. ესე იგი, ბატონი აკაკის ფუნქცია ამ შემთხვევაში სრულად გამორჩეული და ორიგინალურია. ეს არ არის წინასწარმეტყველი, ხლა წინასწარმეტყველი ბევრ ერთს ყოლია დაყავს და მე ბიბლიური წინასწარმეტყველებზე აღარ ამაქვს ლაპარაკი. ნოცავად ნოსტრადამუს და სხვები და სხვები რა. არიან ეგრეთ წოდებული თანამედროვე წინასწარმეტყველებიც. ეს სრულად განსხვავებული თვისების მატარებელი, რაზეც წინასწარ წარმოდგენა არავის არ ქონდა. სულიერი ფუნქციის საზძლო ვარ. მაგრამ საზძლო ქალაქიც არის, ანუ საზძლო ქალაქში გულისხმობა მთლიანი საქართველოც. და საქართველოს გავლით მთელი კაცობრიობა საზძლო. რა არის საზძლო? ქართული ენა განმარტავს, თანამედროვე ქართული ენა გიხსნისო. უნდა გაუძლო და უნდა დაძლიო. საზძლოობა ძლევლობისაკენ მიმავალი გზა არის და ეს არის ამოუწურავი თემა და დაუსრულებელი თემა და რაც ყველაზე მთავარია, კონკრეტულად ბატონი აკაკი ან სულიერი ფუნქციით საზრო არც ვიცოდით რა იყო და ეს განმარტებები მოგვეცა და დღესაც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის ბევრისთვის, რომ ეს ტერმინი რა არის. ეხლა გვიოლდება, რომ თქვათ აი წინასწარმეტყველი ესე იქნება, ისე იქნება, ან აშენდები, ამას გეუბნება წინასწარმეტყველი, ან გეუბნება რა დაიღუპები. ეხლა დაღუპვას ცოტა ძნელია რომ გითხრას პირდაპირ, მაგრამ ხო ასეა გადაწყვეტილი სულიერი სამყარო და ასე ითვლება, მაგრამ ბატონი აკაკი სხვა რამეს გვაწვდის, სხვანაირად დაგვანახა, რომ არა წყდება ან ორის კოდით მიმდინარეობს ეს დიდი სულიერი დახურული პროცესები. ან გამარჯვებისკენ წავა, თუ გამარჯვებისკენ გადადგა ნაბიჯს, ან დამარცხებისა და განადგურებისკენ წავა, იმიტომ რომ ეს ჟამია, ეხლა წყდება ყოფნა არ ყოფნის საკითხები და შენი არჩევანის თავისუფლებაც აქვე დაიდო უფლის მიერ. არჩევანი თავისუფალია. და თუ გინდა გადარჩენა ადამიანს, ქართველებს თუ უნდა გადარჩენა, აგერ 1,907,000 ადამიანის ხელმოწერა შეგვაგროვებინა, სადაც ნეიტრალიტეტს ითხოვს, ფორმაციის შეცვლას, ეროვნული საკუთრების გამოცხადებას და ყრილობები ჩაგვატარებინა, რომ ეს ყველაფერი იურიდიულად გაფორმებული იყო. მომავლის პროგრამა დაგვიტოვა, შექმნა და დაგვიტოვა და გადმოგვცა. აი თუ გადარჩენა უნდა ეს გზა არის. და თუ არ უნდა ეს გადარჩენა, ანუ უბრალოდ თუ ამ გზით წასვლა არ უნდა, ნუ იქნება მაშინ ნეიტრალური ქვეყანა, მიმხრობელი ქვეყანა. მიემხარე ან ჩრდილოეთს, ან დასავლეთს, ან აღმოსავლეთს. ინტეგრირდი ან ერთთან, ან მეომრებთან, ან მესამესთან, დაკარგავ შენს სახეს. თუ არ შესწვლი საკუთრების ფორმას და ეროვნული საკუთრების ფორმას არ შემოიღებ. აი რაზეც ხელი აქვს 1,907,000 ატაპიას ხელი მოწერილი.
რაც გაგვაკეთებინა ბატონო აკაკი. ჩემით არაფერს ვამბობ, ჩემით არაფერს ვაკეთებ. აი რაშიც ვერ წუნეთ და ვერ უჯერებით. თუ არ გვინდა და ვერ ხედავთ რომ ეს მართლაც ერისთვის გადასარჩენად არის. იმიტომ რომ აქ რა არის ეს პრინციპი რაც მიიღებულია. პირველ რიგში ამით უნდა გადარჩე და მე შემდგომ გაწყინების გზისკენ წახვალ. სამაგალითო გახდები. და თუ არ უნდა ერთსა რა, მაშინ დარჩება ისევ როგორც არის, ანუ როგორ არის. გაყიდულიც არის, გასხვისებულიც არის და პატრონით შემოსულია. და მე დავინახავთ რომ თურმე პატრონი ყოლია ყველაფერს, ოღონდ ეს პატრონი ქართველი არ იქნება. დღეს ჩვენ ბევრს უწუნებთ. ისინიც ვინც თუნდაც არის ოცნების დამფუძნებლები იყვნენ. გამოდიოდა დღეს აკრიტიკებენ რომ როგორ აიყიდებაო და მთელი არზები აქვს დალაგებული, არის კი იდება სოციალურ ქსელში პატრიოტი ადამიანები ბრძანდებიან მთელი ამოღებული აქვს საჯარო რეესტრი და მთელი დასტები თუ რამდენი ჰექტარი და ასე შემდეგ როგორ არის გასხვისებული და როგორ არის პატრონი მიჩენილი ზოგი არაბია, ზოგი ბილადელის ბიძაშვილია და ზოგი ვინ არის და ზოგი ვინ არის. ესე იგი, თუ არ გვინდა გადარჩენა, ამ ძიციარული არ გვინდა. ეგეც ნათლად ჩანს როგორ იქნება. ეს პრინციპი და ხვალუარესი იქნება. დემოგრაფიულად ხედავთ როგორი კატასტროფაა და ყველაფერი სახეზეა. აი თუ გადარჩენა და არჩევანს ვაკეთებთ გადარჩენისკენ, ეს უფლის მოთხოვნაა. ძალიან ბევრჯერ ხლა ძალიან რთულია ამისი მოწოდება და ბატონო ეკაკი მას ახერხებდა, გვაწვდიდა, იმიტომ რომ ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, ერთგვარი ფარისეულური ბუნებაც გვაქვს, ერთგვარი მწიგნობრული ბუნებაც გვაქვს, ჩვენ ცნობიერების ცხრილში უნდა გავატაროთ და ეს ცხრილები კიდე იმხელა გვაქვს, რომ შეიძლება მარადიულად ამ ცხრილებში სიარულს მოუნდეთ. რა საუბრს, როგორ საუბრს, სწორია თუ არ არის და ასე შემდეგ. ხა ძნელი არ წუნო ადამიანს, რომ იცი რა, რასაც გადმოგცემ, ეს მაღლიდან არის მოწოდებული. მაგრამ რომ ჩვენ გაგვადვილებოდა, წინასწარ ქონდა ამაზე ცნობებიც მიღებული, ივანე ზოსიმის გადმოცემა. აქ სულ სხვა სიღრმეში გვახედებს ივანე ზოსიმი. თურმე იგავებში როა, იქ ენა იგულისხმება. ამიგავს თუ გავხსნით ლაზარეში ქართული ენა იგულისხმება და ასე შემდეგ, არა? ხო. აი ეს ამხელა უშველებელი ცოდნა, უშველებელი ინფორმაცია ამ ერთი პიროვნებიდან წამოვიდა და ვინც ახლო იცნობს შეუძლებელია მან არ დავეთანხმოთ, რომ ამხელა ინფორმაციის მატარებელი ერთი პიროვნება, რაც არ უნდა ბრძენი ყოფილიყო, რაც არ უნდა განათლებული, უბრალოდ წარმოუდგენელი და შეუძლებელია. კერპების ერა დამთავრდა და მოვიდა სწორედ უფლის სიტყვის მოთხოვნებზე ქვეყნის ცხოვრების აგების დრო, ესე იგი ცენტრში სიტყვა უნდა დაიდოს, რაც არის ღმერთი. სიტყვაა ღმერთი. ეს უნდა გავიგოთ, ეს უნდა მივიღოთ რომელიმე. ნაწილობრივ ხდება მისი გათვალისწინება. ნელ-ნელა აუღეთ მაინც, ალღო და თუ აკვირდებით ბოლოდროინდელი გაერთიანებების მცდელობები, ადამიანი ცდილობს, რომ თავისი ირგვლივ რაღაცა რამოდენიმე ადამიანმა გადაწყვიტოს და შექმნას რაღაც გაერთიანება, რომელიც რაღაცა შეცვლის ასიკეთოთ, არა? და დღეს თუ აკვირდებით უკვე ცდილობენ, რომ თავისი თავი და მარტო თვითონ კი არ წამოიწინენ, არამედ რაღაც ჯგუფი წამოწიონ. უკვე ესეც შეინიშნება. ესე იგი, ნელ-ნელა ხვდებით, რომ თუნე ერთი თავმჯდომარე ან ვინმე თავს დავაყენებ თავში, ესე არ გამოდის. უკვე 3 ადამიანი, 4 ადამიანი ერთგვარი ჯგუფს ვეწევით, მაგრამ მაინც ადამიანები ვსვავთ თავში ჩვენ თავს. ჩვენი წარმოდგენებით გვინდა. დროის მოთხოვნებს არ შეესაბამება. თითქოს ახლო მიყვავს დროის მოთხოვნებთან, მაგრამ მაინც უცდებით, მაინც არ შეესაბამება. ნუ ბატონი აკაკის ამ უშველებელ ღვაწლზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და დაუსრულებლად შეიძლება. და ვერ მოესწრო იმ მართლა ძალიან დიდ ცვლილებებს, რაც ცვლილებებიც განვითარდა და ხდება ჩვენს ირგვლივ. ყოველივეს უფრო მეტ იმპულსს უნდა გვაძლევდეს, უფრო მეტ ხალის უნდა გძენდეს და მეტ ბრძოლის უნარიანობას უნდა გვანიჭებდეს, რომ მაშას ადამე რაც მოწოდებული, ესე იგი ჭეშმარიტია. ის რაც მოწოდებული იყო, მაშინ ის ბოლომდე გვაქვს გასაკეთებელი.
ასონობაზე და მასონობს პირდაპირ არ ეძახიან, სიონისტებზე და ასე შემდეგ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს კაცო. აგერ უზარმაზარი ამბები ხდება და ვამბობთ და ბატონ აკაკი თქვა რომ ჩაიშალა ის გეგმები უკვე რაც ჰქონდათ. და თუ სწორ ეგზით ვივლით კიდევ ჩაეშლებათ. ამას უფალი აკეთებს, მოსული უფლის სიტყვა აკეთებს. ზოგი შეიძლება ნამდვილად ფიქრობს და ახლა როგორც შენ აღნიშნე რომ ჩვენი ამდენი აქცენტები ბატონი აკაკის იგულო საუბარი მის დამსახურებებზე გადაჭარბებულია, მაგრამ უნდა გითხრათ რომ პირიქითაა. სინამდვილეში მისი ღვაწლი, მისი ნამოქმედარი, მისი ნაშრომი 1%-ითაც არ არის დაფასებული რეალურად, რასაც იმსახურებს. 90-იან წლებში, როდესაც ბატონმა აკაკიმ დაიწყო საუბარი იმ თემებზე, რომელზეც დღეს ყველა საუბრობს, ხო აგერ ახსენე ომის პარტია, მსოფლიო ფარული მმართველი კლანები, ტრანსნაციონალური კომპანიები, ის რომ სისტემური ცვლილებებია საჭირო, ის რომ მიუმხრობლობა და ნეიტრალიტეტია საჭირო, როდესაც ამ ადამიანმა ამ თემებზე დაიწყო 90-იან წლებში საუბარი, ეს იყო სრული აფეთქება. პრინციპში გამოვიდა ის, რომ დანარჩენი მსოფლიო მიდიოდა ერთი მიმართულებით, 8 მილიარდი ადამიანი, და ეს ერთი ადამიანი მიცუროდა დინების სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით, დინების აღმა და როდესაც დააყენა საკითხი და დასვა საკითხი, რომ მსოფლიოში მიდიოდა მზადება მსოფლიო ერთმართველის დასმისთვის, ეს საერთოდ სენსაციად იქნა აღქმული და დღეს ეს უკვე ამაზე უკვე აგერ სავსეა ინტერნეტი, ნახეთ შემდეგი სათაურებით, რომ ისრაელი მოშიახის დასასმელად ემზადება და ამდაგვარი შინაარსის და სათაურის ჩანაწერები და ინფორმაციები ქვეყანა არის. არ მალავს ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომ მისი, ასე ვთქვათ, მისი არის სწორედ ის, რომ აღადგინოს მესამე ტაძარი და იქ გაწმინდოს და მოკლედ მესამე ტაძარში კიდე რა უნდა ეკურთხოს, ყველამ კარგად ვიცით. დიახ, და ეს ოქროს მილიარდის თემაზე, როდესაც საუბრობდა, მაშინ ესეც სენსაცია ეგონათ, ტყუილი ეგონათ, გამოგონილი ეგონათ, რაღაც სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებში და ინფორმაცია იქნა სპეციალურად დამუშავებული და გამოტანილი ინფორმაციად მოიხსენიებდნენ, მაგრამ ახლა უკვე ანტივაქსერების მთელი მსოფლიო მოძრაობები ჩამოყალიბდა ჩვენს ყვანან წარმომადგენლები. ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის უნდა გითხრათ, რომ ბატონი აკაკის მიერ ჩვენამდე მოტანილი არც ერთი სიტყვა არ გაცვლებულა, არ გამტყუნებულა. წლები გადიოდა და ის ყველა ის სიტყვა, რომელიც რამოდენიმე წლით ადრე იყო თქმული, ყველაფერი ხდებოდა. სინამდვილეში ცხადდებოდა ეს ამბავი და უნდა გითხრათ, რომ ჩვენ დღესაც იმ ფორმულებით ვსარგებლობთ, რომელიც ბატონმა აკაკიმ დაგვიტოვა და იმ გზას მივყვებით და ჩვენ თუნდაც მაგალითისთვის გეტყვით, რომ აი რამოდენიმე გადაცემით ადრე, ალბათ 1-10 გადაცემით ადრე, თუ რომელი გადაცემით ადრე, თუ უფრო ადრე არ ვიცი, ზუსტად ალბათ ვერ გავიხსენებ. კიდევ ერთხელ ვახსენეთ, რომ შეთანხმება ვერ მოხდებოდა ციკლებსა და შავებს შორის. შეთანხმება ვერ მოხდებოდა და იქვე გითხარით, რომ ამას ჩვენ გეუბნებით, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ბრძენები ვართ რაღაც წინასწარმეტყველური ნიჭი გვაქვს. არამედ ვამბობთ, დარწმუნებული ვართ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ფორმულა გვაქვს ხელთ, რომელიც ბატონმა აკაკიმ დატოვა და მოიტანა. მოწყვილის სიტყვის შესაბამისი. და აგერ ფაქტის წინაშე დავდექით, თითქოს და ყველაფერი საქმეზე იყო მიტანილი, სტამბოლში უნდა დამჯდარიყვნენ, მოელაპარაკებინათ და მშვიდობის საკითხები თითქოს და დადებითად უნდა გადაწყვეტილებო. მაგრამ ეს ვერ მოხდა. მოდი ახლა ცოტა უფრო შორიდან რო ვთქვათ, გეგმა A-ზეც გვაქვს ჩვენ ნასაუბრები, ის ლიბერალური გზით მსოფლიო გაერთიანება, ერთი დროშის ქვეშ, ერთმართველობის ქვეშ. მიხვდნენ, რომ ეს წამგებიანი იყო მასებში, უკორეაქციას იძლეოდა და უარი თქვეს ამ გეგმაზე, გადავიდნენ გეგმა B-ზე. გეგმა B სახელწოდებით ტრამპის მოყვანა, რასაც ქვია ამერიკაში, ითვალისწინებდა რუსეთთან გარკვეული ურთიერთობების დალაგებას იმ კუთხით, რომ რაღაცების დათმობა ის იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთი დაექვემდებარებოდა და დაემორჩილებოდა ამერიკის ინტერესებს და მის ნებას
და მის თამაშს ითამაშებდა სამაგიეროდ უკრაინის რაღაც ნაწილის დათმობა მოხდებოდა რუსეთისთვის, რასაც დაუშვათ რუსეთი ითხოვდა რაღაც დონეზე დაუკმაყოფილებდნენ და რუსეთ-უკრაინის ომი გადაიწევდა მეორე საფეხურზე, ასე ვთქვათ, და წინ წამოიწევდა იმ საკითხის გადაწყვეტა, რასაც ქვია სოფლიო ერთმართველის დასმა, ანუ ისრაელის ტერიტორიაზე, აი მუსულმანური კალის გაწმენდა ღაზა სექტორის და მიმდებარე ტერიტორიების პალესტინელებისგან გაწმენდა, განთავისუფლება და შემდეგ იქ სოლომონის ტაძრის აღდგენის საკითხები, სადაც უნდა მოხდარიყოს სწორედაც სოფლიო მეფე პატრიარქის კურთხევა და პალესტინელების განდევნას და იქ ჰამასის დამარცხებას, მასთან ერთად ჰეზბოლის დამარცხებას, რომლებიც პირველი დამხმარე ძალები არიან ამ შემთხვევაში, რომლებიც აკავებენ ისრაელის აგრესიას, პალესტინელების რიგითი მოქალაქეების, რიგითი ცხოვრებების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ისინი დამოუკიდებლად არ მოქმედებენ, მათ უკან არის ირანი, რომელიც უზრუნველყოფს მათ სადაზვერვო მონაცემებით, შეიარაღებით, დაფინანსებით და პირველ რიგში უნდა, რა თქმა უნდა, განეიტრალებულიყო ირანი და მის მიმართ გარკვეული მუქარებიც იყო უკვე ისე იყო საქმე, რომ თითქოს წუთი-წუთზე და დღე-დღეზე ველოდებოდით დიდი ომის დაწყებას ირანის წინააღმდეგ, მაგრამ ესეც ვერ მოხდა. ირანმა საკმაოდ ღირსეულად დაიჭირა თავი, ღირსეული პასუხები გასცა. ანუ როგორც იტყვიან, ქვევიდან არ გამოვიდა ამ სიტუაციაში და მეორე მხარესაც ვერ წაუვიდა ისე საქმე, რომ ეს პრობლემა გადაეწყვიტა, ირანი დაეშინებინა, ან დაექვემდებარებინა და გაენეიტრალებინა, რათა იქ გახსნოდა გზა იმისთვის, რომ იქ ტერიტორიების გაწმენდა უფრო სწრაფი ტემპებით და მასშტაბებით წასულიყო. ანუ ამ თემაზე რატო ვლაპარაკობთ, რომ როდესაც ბატონი აგაგი გვეუბნებოდა, რომ ვერ წავა საქმე ისე, როგორც ისინი ფიქრობენ და ვერ მოხდება ის, რომ მათი გეგმები შესრულდეს, ისინი შეთანხმდნენ, წითლები და შავები შეთანხმდნენ, აგერ ბატონო, რამდენი წლის მერე, თითქმის 20 წლის მერე, 25 წლის მერე, ეს სიტყვები დღესაც აცხადდა და გახდა ნათელი ხლა. რა ხდებოდა სტამბოლში, რატო ჩაიშალა? ჯერ ერთი რუსეთმა გააგზავნა დელეგაცია, რომელიც მესამე ხარისხოვანი, მეოთხე ხარისხოვანი დიპლომატებით შედგებოდა და ძალიან დაბალი უფლებამოსილებით აღჭურვილი პიროვნებებით შედგებოდა. ანუ ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ ის არ თამაშობს იმ თამაშს, არ არის ჩართული იმ რომელიც იქიდან იქნა შემოთავაზებული და დაყოლიებას არ აპირებს ამის. მეორე დააყენა ისეთი საკითხები, რომელიც მეორე მხარისთვის მიუღებელი იყო. ანუ ყველაფერი ხდება ისე, რომ ამათ შორის შეთანხმებას ჯერჯერობით კეთილი პირი არ უჩას. სწორედ ამაზე მოგახსენებდით ჩვენ რამოდენიმე გადაცემით ადრე, უფრო ადრეც კიდევ ქონდა ამაზე საუბარი, ჯერ კიდევ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე და ამ თემას რატო შევეხე ესე დაწვრილებით, რომ მე უბრალოდ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ აგაგი ჯორჯაძის მიერ მოტანილი ფორმულები მუშაობს ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერ დროს. და რომ ის სიტყვა, რომელიც ითქვა, არის ჭეშმარიტი. ну რადგან ახლა ამერიკის თემას შევეხეთ და ტრამპის თემას შევეხეთ, მე მინდა ორიოდე სიტყვით კახა ვისაუბროთ. წინა გადაცემაში ქონდა მეგობრობა ამერიკულად ესეთი თემა ქონდა და ამას მოყვა ჩვენი პრემიერის პასუხი უკვე. დიახ. ამერიკის ადმინისტრაციის მიმართ. მე გეტყვით, რომ საკმაოდ გაბედული და ამაყი პოზიციიდან გაცემული პასუხია იქ მიღებული დადგენილებებზე და იმ არამეგობრულ გადაწყვეტილებებზე. წარმოუდგენლად ამაყი პასუხია. ეს ერთი მხრივ გარკვეულ თითქოს დადებით და რაღაცა ამაყ შეგრძნებებს წარმოქმნავს ნებისმიერ ქართველში თითქოს, რომ აი ჩვენ სუვერენული ქვეყნის პოზიციიდან იმ ფონზე, როდესაც მიჩვეული ამერიკის შეერთებული შტატები, რომ მას დამხობილი ელაპარაკებია, ფეხი დაცემული ელაპარაკებიან და ფეხებს ულოკავენ და აგერ მაპატიოს ჩვენ მოსვენელმა, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტმა თქვა და მე რა ვქნა ახლა სოფლიოს ყველა ქვეყანა უკანასზე კოცნისო, აი ამ ფონზე,
ერთი პატარა ქვეყანა გვედავს და აი ამ დაგვარ ნოტას უგზავნის, სადაც გარკვეულ პრეტენზიას გამოსცემს იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკიდან არამეგობრული ნაბიჯები იდგება ჩვენს მიმართ. ეს ერთის მხრივ ქართველებში თითქოს რაღაც სიამაყეს იწვევს და რაღაც გრძნობას იწვევს და ეს, მაგრამ მეორე მხრივ თუ შევხედავთ ამ წერილის გაგზავნის შემდეგ, ღია წერილის გაგზავნის შემდეგ კიდევ უფრო დიდი აგრესია წამოვიდა ამერიკის მაღალი ფუნქციონერების და მაღალი რანგის მოღვაწეების. რაც რა თქმა უნდა მოსალოდნელი. ხო, მოსალოდნელიც იყო და დღევანდელი სიტუაცია რაღაცით მაგონებს ზვიადგამსახურდიას პერიოდს, როდესაც პირდაპირ ითქვა, რომ საქართველოს მიცხრავს დინების საწინააღმდეგო და ამას მერე რაც მოყვა, ჩვენ ყველამ კარგად ნახეთ. ის სხვა საკითხია, რომ თხია, რომ დღეს შეცვლილია სიტუაცია და რუსეთში ერთსინი აღარ ზის, რომ რუსეთზე გავლით ხდებოდეს დაუშვათ საქართველოში არეულობის და რევოლუციის და სამოქალაქო ომის მოწყობა, მაგრამ ამერიკას სხვა კიდე მრავალი საცეცი აქვს და სხვა მრავალი განუზომელი შესაძლებლობები აქვს, ალბათ ამაში ეჭვის არავის არ ეპარება. ამ თემაზე მინდა გადავიდეთ. დიახ. მართლაც ესეთი პატარა ქვეყანა, როგორც საქართველოა, ასეთი ტონით დაელაპარაკოს, ფაქტიურად ვეუბნებით ჩვენი პრემიერ-მინისტრის ენით, ჩვენი სახელმწიფო ამერიკას ეუბნება, რომ ჩვენ ხო თანამებრძოლები ვართ, მე ბრძოლა უფრო ადრე წამოვიწყე და სადახარ ახლა რატომ ღალატობ? რატო გვერდში არ მიდიგებია? რა არის ბაიდენის პერიოდში მიღებული იმით, რომ ხელმძღვანელობ კიდევ? ჩვენ ხო ერთად ვებრძით Deep States, ომის პარტიას, ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, მე ცოტა უფრო ადრე დავიწყე ამ მხრივ ბრძოლა და ერთდროულად მომიწია დაპირისპირება როგორც ევროპულ კავშირთან, ასევე ამერიკის ადმინისტრაციასთან და შენ ახლა მეფთას რატომ ტეხავ? ხო, ძალიან თამამი და ძალიან გაბედული შეძახილია მართლაც იმ ფონზე, როგორი ტერმინთაც ლაპარაკობს ტრამპი. სხვათა შორის თუ დავაკავშირებთ ტრამპის საკითხს, დღეს ეკვოლუსიანი სისტემა იშლება, ამერიკის დომინანტობა, ანუ ამერიკის ბატონობაც და არა მარტო ამერიკის კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცა, ცხადია. ამერიკის ჰოლივუდიზმი ეს პოლიტიკაშიც გადმოვიდა და იყო გადმოსულიც, რომ ამერიკის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო, რაღაც ესეთი განსაკუთრებული და რომ რაღაც ისეთი კარდინალური ცვლილებები რომ უნდა წამოიწყოს, რომ ესეთი ქარიზმატიკული პიროვნებაა საჭირო და ფაქტიც არის, ხო, კარგი შოუმენი, ტყვია ნასროლი, ასე შემდეგ, რა მთელი თავისი ატრიბუტებითა და შემკულობით და ხო ახალი კერპის გამოჩეკვა დაიწყეს, ეს მარტო არ არის, აქვე არის მარსის მყრობელი, დამყრობელი უკვე და ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიის ფასშემსხველი მასკი და მთელი ეს კრებულია. გადის დრო არც თუ ისე ბევრი და თვით მომხრეებიც კი გაოცებულები არიან, რომ ეს ადამიანი 5 ჯერს ცვლის თავის ჩვენებას, რა სიტყვის არავინ არ ვიცით, საიწავა მსოფლიო არ ვიცით, ვის რას ეტყვის არ ვიცით, რო იტყვის მერე რას გააკეთებს არ ვიცით, არაფერი არ ვიცით. ერთის მხრივ სიონისტური წრითაა გარშემორტყმული და მთელი ძალებით ცდილობს ის გაკეთდეს, რა გაკეთებაც, რისი გაკეთებაც ათასობით წელია უნდათ, მაგრამ მეორე მხრივ აქაც ისეთ ნაბიჯს დგავს, რომ პირში ჩამოვლებული რჩება ისრაელის ხელისუფალიც. ახლა დეტალებს აღარ ჩაუღრმავდები და აი ამას ასეთი ფორმით უპირისპირდება პატარა საქართველოს 3 მილიონი ნახევრიანი ქვეყნის პრემიერი, რომლის მთავრობის ლეგიტიმაციასაც არ აღიარებს ლეგიტიმაციის ფურცელის მთავარი მოსამართლე და მთავარი პროკურორი მსოფლიოში, რასაც წარმოადგენს, ეს არის სრულიად დასავლეთით, კოლექტიური დასავლეთი არის, აქამდე ასე იყო ყოველ შემთხვევაში, ლეგიტიმაციის ფურცლის გამცემი ან არ გამცემი, შავი სიის დამწერი ან თეთრ სიაში ჩამწერი. ევროკავშირი, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები და იქიდან ამ ჩვენ ხელისუფლებას
არა აქვს მიცემული თეთრი ბილეთი, პირიქით შავსიაში წერია, როგორც არალეგიტიმური. ერთდროულად თან არალეგიტიმურია მსოფლიო დასავლური განზომილებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. და ახლა ჩვენ რიცხოვნობაზე და ჩვენ ეკონომიკაზე და ჩვენ ფიზიკურ ძალაზე მე მგონი საერთოდ ლაპარაკი არ შეიძლება და ეს პატარა ქვეყნის ახალგაზრდა პრემიერი ასეთი პირდაპირობით ელაპარაკება. ნუ მსოფლიო შეიძლება გადაერიოს ესეთი პირდაპირობით, მაგრამ არის მაგრამ. გულკითხობა ამ საქმეს რო არ გამოადგება ცხადია. ახალ გზაზე თუ გვინდა წავიდეთ და გადარჩენა თუ გვინდა, ანუ თუ გადარჩენა გვინდა, ამ ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი. არსებობს კანონები, რაც უნდა დაიცვა, თუ ამ კანონებს არ დაიცავ, თავს დაიღუპა. კარგი იყო ჯემალი რომ გაიხსენა ეს ამბები, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს გამსახურდიაო და გასაგებია ის რო არ არის შეცვლილია აქ უკვე ჩინეთია ჩარეულ მსოფლიო პოლიტიკაში. რუსეთში ელცინი არ არის და სხვა ამბები ხდება და ხო, აქ თურქეთიც ცოტა სხვა ქვეყანაა გვერდზე, გასაგებია, მაგრამ მსოფლიო პოლუსთან დაპირისპირება პატარა ქვეყნისთვის იქნება დამანგრეველი. რაზე აქვს ხელი მოწერილი საზოგადოებას გადარჩენისთვის რო აწერია ამ თავფურცელს ერის გადარჩენისთვის ნეიტრალიტეტი, განსაკუთრებული სტატუსი და ყველასთან თანაბრად კეთილმეზობლურად და მეგობრულ ურთიერთობა და არა მტრული და დაპირისპირება. ესე იგი, ჩვენ იქაა მოწოდებული რომ ახალი ფურცლით დავიწყოთ. თუ ახალი ფურცლით გვინდა დავიწყოთ და ისევ სტრატეგიული პარტნიორი გვინდა გავხდეთ ამერიკის და დასავლეთს აღმოსავლეთთან აქ ბრძოლა და ომი და ეძებს ტერიტორია, სადაც ჩაკეტავს იმ გზებს, რასაც აღმოსავლეთი ავითარებს. ხო? სადაც მოაწყობს სამხედრო შეჯახებებს მაგალითად რუსეთის ფედერაციასთან. ხო, აი დასავლეთის სტრატეგიაში დღეს ეგ მოიაზრება, რომ რომელი იქნება ტერიტორია, რომელი გაიბრიყობს, რომელი დაიღუპავს თავს, რომელი ჩამოიცავს თავზე სახრჩობელას, როგორც უკრაინა. აბა რიგში რომელი გოი ქვეყანა ჩადგება, აი ამ სტრატეგიის შენ თვითონ მიდიხარ და შენ თავს პაიკად თავაზობ. აი როგორ ხაჭადრაკო დაფაზე პაიკს ძალიან ადვილად წირავენ საერთო ინტერესისთვის, დიდი ინტერესისთვის. ცხადია, რომ ამერიკას და დასავლეთს აი ამ მიზნით ჭირდება და არის ერთი ამერიკელი ყოფილი სამხედრო პირი და სპეციალისტი რიტერი და კარგად გადმოცემული თქვენ შეიძლება მოგწონს თქვენი ხაჭაპური და ხინკალი რა გემრიელია ვიძახით, მაგრამ სხვა არავით არის კულტურული და რაღაც კავშირები და დიდი სიყვარულობა ამერიკელებსა და ქართველებს შორის უბრალოდ ვერ იქნებაო და თავს უნინადგვიროდ უნდა იღუპავთო. ეს თვითონ ამერიკელი მეუბნება. მანამდე იქ წასული ქართველებიც იყვნენ, აღარ მინდა ეხლა დავასახელო გვარის სახელი, ვინც შემოგითვალა რომ სხვა ჭყვას უნდა მოუხმოთ, მან თქვენ სამეგობლოში სხვა მდგომარეობაო. მოკლედ რო ვთქვათ, მართალია ამერიკამ თითქოს შეცვალა რუსეთთან დამოკიდებულება, ნაწილობრივ მაინც თუ არ შეცვალა, მაგრამ ამერიკას ამჟამინდელ ადმინისტრაციას სხვა საკმაოდ დიდი და უფრო არანაკლები მნიშვნელობის ომი აქვს საწარმოებელი, ეძებს ტერიტორიას, შემთხვევითი არ არის რომ სირიას ყველანაირ სანქციას უხსნიან, სირიას სადაც მოვიდნენ ტერორისტები ხელისუფლების სათავეში, სადაც ისეთი რამაა ჩადენილი ბოლო დროს, ეს არის უმძიმესი და მთელი მსოფლიოს და განსაკუთრებით დასავლეთის უდიდესი სირცხვილია. დახოცილი ბავშვები აჩვენეს. ეს არ ვიცი რაღაცა შუა საუკუნეობრივი კი არა, რაღაცა სიველური სიმხეთის ყველაზე უმახინჯესი გამოვლინება ჩვენს თვალწინ მოხდა და არავის წარბი არ შესტოკებია დასავლეთში. რატომ? იმიტომ რომ მათი პოლიტიკური ინტერესებში არ შედის და ვერ დაინახეს. აღარც ადამიანის უფლება ახსოვთ, აღარც ქალის, აღარც კაცის, აღარც ბავშვის. თავარია რომ ასადი მოიშორეს იქიდან, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს ხელს უშლიდა. როგორმე სირია გამოიყენონ ირანზე შეტევისათვის. ამიტომ დასავლეთ ამერიკას სხვა მხრივად საინტერესებს ამიერკავკასიაში ტერიტორიები. იმიტომ რომ აღმოსავლეთში, მახლობელ აღმოსავლეთში სხვა დიდი საქმეებიც აქვს გასაკეთებელი, სადაც ახალი ზვარაგი ქვეყნებია მოსაძებნი. როგორც გამოიძებნა უკრაინა, როგორებიც ვიყავით თავის დროზე 2008 წლისთვის
საქართველოს პირველი ექსპერიმენტი რო ჩავატარეთ, ჩვენით რომ მოესინჯა რუსეთის არმიას როგორი მზაობა ჰქონდა პატარა ნაპერწკლით დიდი ომის გაჩაღების ეპიცენტრად იყო საქართველოს გათვლილი. კი ბატონო, ასე რომ ცარიელი ფურცლიდან გვინდა სტრატეგიული მეგობრობის აღდგენაო, აი დღეს ამერიკას სხვა გეგმა აქვს. როგორ გინდა მის სტრატეგიაში ჩაჯდები? განადგურდები. მაშინ ირანთან და აღმოსავლეთთან მოგიწევს შენი ქვეყნის ტერიტორიის გადაცემა. რას მოგიტანს? ესეც განადგურებას მოგვიტანს სხვათა შორის, ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ თუ კი მივცემდით ჩვენ ტერიტორიას, პოლიგონად იქცეოდა გავნადგურდებოდით, მაგრამ მეორე გზითაც რა გზაზეც დგება და არის მცდელობა, ესეც გაგვანადგურებდა. ირანი შეიძლება საბოლოოდ დამარცხდეს მაგომში, მაგრამ იმდენი ძალაკი შესწევს, რომ საქართველოში ყველა საცეცხლე წერტილი გაანადგუროს და მათ შორის საქართველოს მიაყოლოს ზევი. სულ მინიმუმ აქ რომ ის ომი ატყდეს, ჩვენ კიდეც რომ პირდაპირ არ შევეხოს, 80 მილიონიანი ქვეყანაა და მილიონობით ტოლვილი წკი რომ წამოვიდეს, მაგისი შეჩერების და გამკლავების და როგორ ვთქვა, გამკლავება ის კი არა, რომ ამ ტოლვილებს და გაუბედურებულებს შენ კიდე რაღაც სამხედროის დაუწყო, მაგრამ ვერ მოვინელებთ, ვერ გადავიტანთ. იმდენად მოწყვლადი ვართ, იმდენად შემცირებულები ვართ. ხო, ამიტომ ცარიელი ფურცლით სტრატეგიული პარტნიორობა, არ ვიცი, ალბათ ამ სიტყვამაც დაკარგა მნიშვნელობა და ისევ ისვრით და ისევ ხმარობთ, რომ ვეღარ გაგვიგია, რას ვამბობ თუ როგორ არის. სტრატეგიული პარტნიორობა ის არის, რომ სტრატეგიულ საკითხებში ვართ ერთად და ესე იგი ერთად ავართ. სტრატეგიულად იმ დასავლეთს და ამერიკას თუ მიაჩნია, რომ მისი მოწინააღმდეგე მე პირველი არის და ეგრეც ამობს, ღიად ამობს, ხო არ არის დაპარული. არის ჩინეთი, თავისთავად რუსეთიც და ირანიც. მასთან სუფთაფურცლით ახალი სტრატეგიული ურთიერთობა ნიშნავს ამათან დრული პოზიციების დაკავებას და გაცხადეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის პირობები გაქვს დადებული. აბარა. ანუ კიდევ ვიმეორებ, რომ ამ სიტყვამაც დაკარგა ფასი და ვეღარ გვესმის უკვე თუ როგორ არის, ვერ გავიგია. მართლაც გონის აღრევის ეპოქაში ვართ. თქვა კიდევაც ბატონმა კაკი დაიწყო ისეთი ფაზა, როდესაც გონება მართლაც იმღვრება და სიტყვის შინაარსიც გვეკარგება უკვე. და ესეც არის, სწორედ მეგობარ აქვს, ეგ სამი რამ დაუდეს. დასავლეთთან ინტეგრაციის საკითხები შეფერხდა, დემოკრატია შეფერხდა საქართველოში და იქ ჩინეთის, იქ ირანის და რუსეთთან ურთიერთობების ძალიან ცუდი მიმართულება ვითარდებაო. ამითაც ყველაფერი ნათქვამია, რომ იქითკენ მოიხრებიო, სტრატეგიულ პარტნიორობაში რომ შედიხარ და უცხადებ, ახლა ჩინეთის სტრატეგიას თუ ეთანხმები ამერიკასთან გაქვს წინააღმდეგობა და ამ ყველაფერს რო თავი დავახციოთ, ამდენი ლაპარაკი ალბათ აღარცაა საჭირო, ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში. ნეიტრალიტეტია საჭირო. ყველასთან თანაბრად, კეთილმეზობლურად, მამლაყინწურად კი არა. ბრძოლით კი არა, მე ესეთი მეგონე და ესეთი რატო არა ხარ და რატომ ასანქცირებ და რატო ისე, რატო ესე. ყარად უნდა დავდგეთ იმაზე, რაზეც ხელი აქვს მოწერილი საზოგადოებას. 1,907,000 ადამიანს რის შესახებაც ჩატარებულია სამიეროვნული ღრილობა. ეს ღვთისგან მოდის, რომ გადავრჩეთ. ეს უნდა გავიგოთ. გადარჩენა თუ გვინდა. ნახლა ამ პირობებში როგორი პოლიტიკური ვითარება ერთი წუთი რა ის სხვა თემაა, რომ შენ რას დაუდებს საფუძვლად ერთი საკითხია. მაგრამ თუ აღიარება არ მოხდა მოვლენის, ეს არ იქნა დადებული საფუძვლად. მაშინ შენ ნეიტრალიტეტს ვინ მიიღებს, ვინ დაეთანხმება. ეგ ცალკე საუბრის თემა დღეს ალბათ შევეხებით, მაგრამ მოკლედ მინდა ვთქვა, რომ იცი რა, რომს დაიკავოს ამ ხელისუფლებამ ნეიტრალური პოზიცია და ეცადოს რომ გაატაროს ეს რეალური ნეიტრალიტეტი, დაიცვას რეალური ნეიტრალიტეტი. ეს როგორ იქნება აღქმული და როგორ იქნება მიღებული ამ სახელმწიფოების მხრიდან, ეს კიდე სხვა საკითხია. თუ მოვლენა არ დაედო ამას საფუძვლად, მაშინ აქ ეჭვია, რომ
კი რა, ალბათ წარუმატებლად დამთავრდება მსგავსი ნეიტრალიტეტის გამოცხადებაც, იმიტომ რომ ხას უსვავთ რომ სიტყვა ღმერთი და ამ სიტყვას აქვს უზარმაზარი სულიერი ენერგია, უზარმაზარი გუშინ სტრატეგიულ პარტნიორობას მეფიცებოდი და ხელი გაქვს მთელი დოკუმენტებზე მოწერილი და ახლა რის საფუძველზე აცხადებ ნეიტრალიტეტს, რა შეიცვალა? ხო, თუ არ დაედო საფუძვლად მოვლენა, თუ არ დაედო საფუძვლად დროის მოთხოვნები და რაც თავარია კიდე ერთ-ერთი თავარი ერის უმრავლესობის გადაწყვეტილება, გამოხატული ხელმოწერებით და ყრილობით გამაგრებული და დადასტურებული და კანონებული. მაშინ რის საფუძველზე აცხადებ ნეიტრალიტეტს? ეს კითხვა ხო წარმოიქმნება? რა თქმა უნდა, წარმოიქმნება, ნაბიჯ-ნაბიჯ თუ მივყვებით, აღმოჩნდება, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კი არა გადამწყვეტია. თუ მართლაც გვინდა რომ გადარჩენის გზაზე გავიდეთ, ეს პატარა საკითხი არ არის. პატარა საკითხი კი არა, ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი სინამდვილეში არ არსებობს. უბრალოდ ჩვენ ამას ვერ ჯეროვან მნიშვნელობას ვერ ვანიჭებთ. გადარჩენა გინდა ადამიანო, ესე ისმის სწორად კითხვა რა. ღვთისგან ეს კითხვა მოსული. მაშინ უნდა დაუდო საფუძვლად, დიახ, მეორედ მოსული, დიახ, უფლის სიტყვა აქვს საქართველოში გაცხადებული და ჩვენ უფლის სიტყვის მოთხოვნებს აღვასრულებთ. სიტყვა ღმერთი. და ის ითხოვს საქართველოსგან, უფალი ითხოვს, რომ იყოს ნეიტრალური, მიმხრობელი, ყველასთან თანაბრად, კეთილმეზობლურად. ესეთი ურთიერთობები უნდა ჩამოვაყალიბოთ. აქ არაა ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ არ უნდა გავწევრიანდეთ ნეიტრალიტეტი თუ ასე გვესმის, რომ არ უნდა ვიყოთ სამხედრო ბლოკებათაა დაყოფილი ურთიერთსაწინააღმდეგოდ შექმნილი სამხედრო ბლოკებია და არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი არ უნდა ვიყო და ნატოს წევრი და ასე შეავ დეკაბრის და რაღაცა რა ეს თქოს გვესმის. ასევე სამხედრო ბლოკები რა თქმა უნდა თავის ეკონომიკურ ბლოკებს წარმოქმნიან. არც ამ კავშირებზე არაა ლაპარაკი. იმ კავშირში თუ შედიხარ იმ ეკონომიკურ კავშირის წევრი თუ ხდები უშუალოდ, მაშინ მისი ნაწილი ხდები. ამას აქვს თავისი ფიზიკურ სულიერი ახსნაც, რატო? ნუ თუ ჩვენ არ შეგვიძლია ქართველებს ჩამოვაყალიბოთ ნეიტრალიტეტის პოლიტიკა. კეთილმეზობლური ურთიერთობების ფორმატით, რა თქმა უნდა. ეს ხო ქართველი ხარ და ხომ და გაიაზრო კეთილმეზობლური ურთიერთობების ფორმატით ნეიტრალიტეტის პოლიტიკის ჩამოყალიბება. ახლა არ არის ისე რომ ნეიტრალიტეტიც აი რა დოგმები იყოს ჩამოწერილი, ეს არის ზოგადი პრინციპია რა, ნეიტრალური რომ არ ვემხრობი რა, კი უპირისპირდები და მე არ ვერევი ამ. ხო, ესეთი რაღაც ჩამოყალიბებული დოგმატები არ არის, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს იმდენი გონი, არ შეგვიძლია განსაზღვროთ როგორ უნდა გავატაროთ ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, როგორი კეთილმეზობლური ურთიერთობების პრინციპით და როგორი ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გატარდეს, რომ ნეიტრალიტეტი იქნას შენარჩუნებული და დაცული. ახალმა სიტყვამ იცის, ეს როგორ უნდა გაკეთდეს. მომავლის პროგრამაში არის ამაზე მითითება გაკეთებული და ეს უნდა მოახერხოთ, აუცილებელია მოვლენის საფუძველში დადება. ადამიანს თუ გადარჩენა უნდა ღვთის სიტყვისკენ და შემოდრიებდეს, ღმერთია სიტყვა. და ჩვენი მოქმედების საფუძველიც ღვთის სიტყვას წარმოადგენს, რაც სწორედ ერთ კაცმა იტვირთა, მას უნდა ეტვირთა და მოეტანა ჩვენამდე. ჩვენ კი ვაკეთებთ იმას ეროვნული თანხმობის დარბაზის წარმომადგენლობა, რომ ეს ღვთის სიტყვა რაც მოსულია და ღვთის სიტყვის მიერ მოტანილი გადარჩენისათვის საჭირო პრინციპები და წესები მივაწოდოთ ერთსა და საზოგადოებას. დავიწყებას არ მიეცეს პირველ რიგში და მივაწოდოთ. დანარჩენი უკვე ძალიან ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს საბოლოო არჩევანი. ირჩევს გადარჩენის გზას თუ არ ირჩევს. სადაც ვართ, ეს არის რომ არ ვირჩევთ. რაღაცას ვიყენებთ, გარკვეული ხელისუფლება შევინარჩუნოთ, თუმცა ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციის გამცემი მსოფლიო ორგანოები არ გვაძლევენ, ლეგიტიმაციას მაინც არ გვაძლევენ. ნაწილი გამოსულია ქუჩაში და იძახის, რომ გადარჩენისათვის ახალი არჩევნები უნდა დავნიშნოთ, უნდა მოვიდეს ულტრაგლობალისტების ძალა, უნდა მოვიდეთ და კვლავ შევატრიალოთ საქართველოს და მოვამსახუროთ დასავლეთის ინტერესებსო.
და რას მოგვიტანს ეს უკვე ვიცით. არის ნაწილი პოლიტიკური ძალა, რომელიც გარკვეულ შუალედურს თამაშობს და ახლა იქნა წამოყენებული ასეთი პოლიტიკური განაცხადი, რომ ჩავატაროთ გამოკითხვა, აუდიო ჩანაწერები გავაკეთოთო, მილიონზე მეტი ადამიანი ქართველი ჩვენი მაცხოვრებელი გამოვკითხოთო. შემდეგ წაუღოთ ევროპელებს და ამერიკელებს და ვასმენინოთ და გავაგებინოთ, რომ ქართველები რას ლაპარაკობენ, ვის უფრო უჭერენ მხარს და როგორ არისო. ამით უკვე ევროპელებს და ამერიკელებს ცრემს მოვგვრითო, გაიგებენ, რომ ქართველებს თურმე გულში რასდებიათო და ჩავატარებთ არჩევნებს და ვიცითო, რომ ოცნებად ბევრს მიიღებს და ჩვენც ბევრ ხმას მიიღებთო. ასე არც მწვადი დაიწვება და არც ჩამფურიო. ხო, ევროპელი ფუნქციონერები უკვე მსმენია, რომ გადადეს ყველა საქმეები, მოიცალეს იმისთვის, რომ ამ აუდიო ჩანაწერებს უსმინო, დაждდნენ და 2 მილიონი ადამიანის აუდიო ჩანაწერს უსმინო, ვის უჭერს ხარს და აქ აღარ არის ლაპარაკი ენობრივ ბარიერზე და სხვა ასეთ თემებზე. მე მგონი ძალიან გაგვეწელა საუბრის გაგრძელება თუ კიდე გავაგრძელებთ და დავასრულოთ ეს საუბარი. ხო, აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს რა, რომ ერთის მხრივ ეს მოცემულობა, რასაც 28 წელი ემსახურა ბატონი აკაკი, ერის გადარჩენისთვის ჩამოყალიბებული პროგრამა და ჩამოყალიბებული ხელმოწერებით ერის მოთხოვნა არსებობს, დევს. ამის გამოყენება დროს მოაქვს უფრო და უფრო აუცილებელი არის. არ შეიძლება კონფრონტაციაში შესვლა, მოცემულობა არის, დაუდებთ მოვლენას საფუძვლად. ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით ეროვნული საკუთრების გამოცხადება და ეს შუალედური ის, რომ ჩვენ ახლა ევროპელებს ჩვენ აუდიო ჩანაწერებს მოასმენინებთ და ხელახალი არჩევნები ჩატარებულია 1,907,000 ადამიანის ხელმოწერა არის არჩევნების უმაღლესი ფორმა და ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის ეს გადარჩენის უფლისმიერი მოწოდებული გზა თუ მისაღებია, დავხსნით და დავილაპარაკოთ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს. თუ არა, არავინ თავს არ მოიკლავს ქართველების ლაპარაკს, მილიონობით ქართველის ლაპარაკს უსმინოს აუდიო ჩანაწერს და მერე გამოიტანონ დასკვნები, რომ აი ვის ერგება საქართველოში ხელისუფლება. ჯერჯერობით ზურა რამს ვარ დაამატებდი. მე თორ სიტყვას დავამატებდი, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ძირითადად მოგვიწია რა თქმა უნდა საუბარი დაასწრეს ბატონ აკაკის სხვა წრის შესახებ და შევეხეთ ეს თემა, მეორე თემა იყო მეგობრებო აქთან დაკავშირებით და ჩვენი ხელისუფლების ასე თქვა თამამი განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით გვინდა ჩვენ უთხრათ ჩვენს მსმენელს, რომ გვინდა არ გვინდა ეს დროებითი ის არის. ეს საბოლოო ჯამში ფონს მაინც მოუწვეთ იმის აღიარება, რაზეც ვახსენეთ ახლა, ამ მოვლენის აღიარების გარეშე ასეთი მცირე მშრალი განცხადებებით ქვეყნის საქმის სასეკრეტო ვერ წავა. და აღარ ვახსენეთ ჩვენ ისა მინდა ფორმულებზე ისაუბრე ბატონო ჯემალ და მინდა ბატონ აკაკის სიტყვები გავახსენო ჩვენს მსმენელს. მეუბნებოდა ეს კაცი, რომ ვერ გავარღვიეთ ქართველობამ ასე თქვა ჯადოსნური წრე. აი რამდენი წელიწადია ვხედავთ, რომ ვიღუპებით, ფაქტია, ცუდად მიდის ჩვენი საქმე ცხოვრების ყველა სფეროში და მაინც ჯიუტად არ გვინდა იმის გაგება, რაც გუბავს, რაც ამ მდგომარეობაში გვაყენებს და იმის გაკეთება, რაც ყველას ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანსოდა. ამ კუთხით დაფიქრებული ვიყავით, ეს რაც დავიტოვა, ასე ვთქვათ, ანდერძად ამ სულნათმა კაცმა. ამ კუთხით გვეფიქრა ჩვენ საზოგადოებას, თუ მართლა რეალურად გვინდა ჩვენი მდგომარეობის საზეკრეტოდ შეცვლა და ბოლო-ბოლო გადარჩენა. აი ეს მინდა მეთქვა ჩემო მეგობრებო. მაგრამ ყურადღებისთვის ბალოტ ძვირფასო მსმენელებო, მომავალ შეხვედრამდე.